ოთარ ფარცხალაძის ბოლო განცხადება დაახლოებით 1 საათის წინ გავრცელდა. მედიისთვის უჩინარი ძალოვანი მაღალჩინოსანი კვილაშვილის შემცვლელად მაშინე დაინიშნა და წავიდა. ტელევიზიის წარმომადგენლებს არ შეხვედრია ფარცხალაძის გერმანული საქმე კი გიგი უგულავამ გაასაჯარაო და უმცირესობა მისი გადაყენება მოითხოვა. ერთკვირიანი დუმილის დასასრული რატი მუჯირი ემზადება პირდაპირ ჩართვისთვის, მანამდე კი ცოტა ხნის წინ გავრცელებული განცხადების შესახებ უფრო დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით. ბოლო დროს საზოგადოებაში დასმული კითხვების გამო, რომლებიც გაჩნდა ჩემს ბიოგრაფიასთან დაკავშირებით, თავს ვალდებულად თვლი პატივიცე და გავითვალისწინოს საზოგადოების აზრი და დავტოვო მთავარი პროკურორის თანამდებობა. დღეს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს სამართლიანობის დამკვიდრების პროცესი და მიუხედავად იმისა, რომ მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ჩემს მყოფნას არ გააჩნია სამართლებრივი პრობლემები, არ მინდა ევჩქვეშ დადგეს იმ საქმეების გამოძიების ლეგიტიმაცია, რომელსაც ამ დროისთვის აწარმოებს მთავარი პროკურატურა. გარდა ამისა, ჩემი თანამდებობაზე ყოფნით არ მინდა ჩრდილი მიადგეს პრემიერ-მინისტრს და იმ პოლიტიკურ ძალას, ვისთვისაც მთავარია ქვეყანაში სამართლიანობის დამკვიდრება. მადლობა მინდა გადაუხადო ბატონ პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და მთელ მთავრობას, რომლებთან თანამშრომლობაც ჩემთვის დიდი პატივი იყო. მე მრავალი წელი ვემსახურე ჩვენს ქვეყანას, ახლაც მზად ვარ გავაგრძელო საქმიანობა ნებისმიერ პოზიციაზე და ერთგულად ვემსახურო ჩემს სამშობლოს. მე კიდევ ერთხელ შეგახსნებთ, ეს არის მთავარი პროკურორის განცხადება, რომელიც საზოგადოებას დაემშვიდობა და რატი მუჯირია პირდაპირ ეთერში. რატი რა განცხადებები გაკეთდა ამ დროისთვის და გვაქვს თუ არა ინფორმაცია, ვინ შეასრულებს მოვალეობას? ირაკლი როგორც აღნიშნე, მთავარი პროკურორი გადადგა და მან ეს ყველაფერი ტრადიციულად კომენტარების გარეშე გააკეთა. პროკურატურის მთავარ ვებგვერდზე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მან თანამდებობა დატოვა და როგორც აღნიშნე, ეს გააკეთა იმის გამო, რომ საზოგადოებაში არსებული ინფორმაციის და კითხვის ნიშნების გამო არ სურდა იმ საქმეებს, რომელსაც პროკურატურა აწარმოებს, გარკვეული ჩრდილი მის თქმოდა. გარდა ამისა, მისი პრესამსახური ჩვენთან საუბარში აწყდებს, რომ არ იცის სად გააგრძელებს ფარცხალაძე მუშაობას, თუმცა მისი შემცვლელი იქნება ირაკლი შოთაძე, რომელიც ახლა ასრულებს პირველი მოადგილის ის პირველ მოადგილედ დაინიშნა ამ წლის ნოემბერში, მანამდე ის ფინანსურ სამინისტროში, ფინანსურ პოლიციაში მუშაობდა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში და როგორც გითხარით, ფარცხალაძის პრესამსახური აცხადებს, რომ ამ დრომდე არ არის ცნობილი იმის შესახებ, თუ სად გააგრძელებს უკვე ყოფილი მთავარი პროკურორი მუშაობას. არა, ნამდვილად ვერ გეტყვით, სადაპირებს ბატონი ოთარი დაგეგმები აქვს, აი ამ წუთისთვის არ შევხვედრილვად, უბრალოდ ეს განცხადება გამოვაქვეყნეთ, ფიზიკურად არ მქონია მასთან კონტაქტი და არ მიკითხია. ჯერჯერობით პირველი მოადგილე შეასრულებს ბატონი ირაკლი შოთაძე. იქნება მთავარი პროკურორის მოვალეობის შემსრულებელი. უნდა აღნიშნოს, რომ დღეს მთელი რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობს შეფასებები ფარცხალაძის საქმესთან დაკავშირებით და დღეს კომენტარი გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემაც, რომელიც აჯამებდა საპარლამენტო წელს მედიასთან. გარდა ამისა, უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელი იმყოფებოდა კანცელარიაში, სადაც იყო გაფართოებული პოლიცსაბჭოს სხდომა და სხდომის დასრულების შემდეგ მან თქვა, რომ ინფორმაცია არ არსებობდა ფარცხალაძის შესახებ, მას შემდეგაც მიიღეს ინფორმაცია უმრავლესობაში, მისი გადამოწმება დაიწყეს და მან მიანიშნა კიდევ რომ შესაძლოა გადამდგარიყო ფარცხალაძე, მან ასეთი რამე თქვა, რომ მოვლენებს ნუ გაუსწრებს, ჩვენ გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს. ეხლა ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ კომენტარები, რომელიც დღის განმავლობაში ფარცხალაძის საქმესთან დაკავშირებით გაკეთდა. გერმანიაში ნასამართლობის გამო მას ამ თანამდებობაზე დავნიშნავდით, ვარ დავნიშნავდით, ჩემი გადასაწყვეტი რომ ყოფილიყო, ალბათ არა, იმიტომ რომ ვიცი რომ ეს მერე იქნებოდა გამოყენებული ასეთი მიზნებისთვის. ამასობაში თანამდებობაზე უკვე დანიშნულ ფარცხალაძეს ამ ფაქტის გამო გავათავისუფლებდი თუ არა? არ გავათავისუფლებდი. იმიტომ რომ თუ დავნიშნეთ და თუ ჩავთვალეთ რომ ეს არ არის იმ დონის ამ შემთხვევაში უფრო მორალური პრობლემა, იმიტომ რომ სამართლებრივი პრობლემა რომ არ არის, ამაზე ყველა ვთანხმდებით, რომ მაშინ მისი ამ მიზეზით თანამდებობიდან გადაყენება იქნება არასწორი ნაბიჯი. მე პირადად თვალთქმაყოფილი არ ვარ პასუხების დროულობით და პასუხების სისრულით. იგივე ბატონი მერაბიშვილის განცხადებიდან, პირველი განცხადებიდან მგონია რომ საკმარისი დრო გავიდა იმისთვის, რომ ჩვენ მივიღოთ ძალიან ზუსტი და ამომწურავი პასუხი. ჩვენთაგანისთვის ეს იყო უცნობი. ამიტომ ეს ვერ მოხდებოდა. მე პრესკონფერენციაზეც ვთქვი იმ დღეს, რომ როდესაც შობის წინა დღეს ესეთ რამეს გაიგებ ევროპაში შობის წინა დღეს და მეორე დღეს მე 25-ში გთხოვენ, რომ რატომ არ გამოითხოვე დოკუმენტი, ნუ ხომ არ არასერიოზულია, რომელ კარზე უნდა დაგვეკაკუნებინა, მაინტერესებს.
ამ წუთის გამარებით ყველაფერი გარკვეულია, სრულად ინფორმირებული ვართ, შესაბამისად იქნება გადაწყვეტილებები მიღებული და დავამატოთ მოვლენებს ნუ გავუსწრებთ. ჩვენ ველოდებით შეფასებებს უმცირესობის მხრიდან, რომელიც ამ დროისთვის არ გაკეთებულა, თუმცა მანამდე გეტყვით, რომ ოთარ ფარცხალაძე პროკურატურაში გადმოსვლამდე მუშაობდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის პოსტზე. მანამდე ის იმავე უწყებაში იყო, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც. პროკურატურაში გადმოსვლის შემდეგ მის სახელს დაუკავშირდა რამდენიმე სკანდალური საქმე, მათ შორის გიგი უგულავას საქმეც და პირველი საელჩო კითხვები მის შესახებ სწორედ გიგი უგულავამ გააჟღერა და ეს იყო გერმანიაში დასამართლებლობა. გარდა ამისა, ამის შემდეგ უკვე კითხვები გაჩნდა მის დიპლომთან დაკავშირებით, თუმცა მანამდე პირველი ვინც სკანდალში გახვია, ასე ვთქვათ, ფარცხალაძე იყო ვანო მერაბიშვილი, რომელმაც ერთ-ერთ სასამართლოს ხმაზე გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ საშინაო ხსოვნების დაწესებულებიდან ის თავზე გადაფარებული გაიყვანეს და მიიყვანეს ფარცხალაძეს და სადაც მოთხოვეს გარკვეული ჩვენებების მიცემა და ამის გამო მოითხოვა ფარცხალაძის გადაყენება და ამ საქმის გამოძიება. ამ ყველაფერს მოყვა ეგრეთ წოდებული გერმანიის საქმე, როგორც გითხარით და ამის შემდეგ უმცირესობის წარმომადგენლები უთხოვდნენ მის გადაყენებას. ხოლო ერთ-ერთი კითხვები ასევე დიპლომს უკავშირდებოდა, როგორც გითხარით, დაახლოებით ორკვირიანი მსჯელობა იმის შესახებ, რომ უნდა გადადგარიყო თუ არა ფარცხალაძე, გაგრძელდა 2 კვირა და ახლობით როგორც გითხარით, საზოგადოებაში შეიქმნა აზრი, რომ არ შეიძლებოდა საქართველოს მთავარი პროკურორი ყოფილიყო ადამიანი, რომელსაც ჰქონდა დასამართლებლობა ევროპაში და ამის შემდეგ 2 კვირიანი დავის თავზე უკვე ფარცხალაძემ დაწერა განცხადება და ამ დროისთვის ის უკვე გადამდგარია და აღარ არის საქართველოს მთავარი პროკურორი. დიდი მადლობა, რატი მუჯირი საუბრობდა პირდაპირ ეთერში.